ვიტყვი იმას, რასაც მე მოვესწარი და პირადად მივიღე მონაწილეობა. ესეთი იყო ორი კანონ პროექტი. ერთი იყო ფარსაცავების შესახებ, მეორე იყო ნიადაგის დაცვის შესახებ. ორივე კანონ პროექტში წინა კვლევები დაფინანსებული ჰქონდა გერმანულ და ამერიკულ ფონდებს. ანუ ჩვენი პრობლემატიკა რო შესწავლილიყო, ორივე უნიშნელოვანი საკითხია ქარსაცავის და ნიადაგის, ხო? ნუ ნიადაგი არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი საგანძური ამ ქვეყნის. ანუ პრობლემაა, რომ დასმულიყო, ამაშიც დონორის ფული დაიხარჯა. მერე რომ შესწავლილიყო, კვლევა ჩატარებულიყო და მთელი საქართველო მოევლოთ სპეციალისტებს და შედეგი აი ზუსტად გაეზომათ პრობლემა და მოეტანათ სემინარებზე ესეც USAID-ის და სხვა ფონდების გაკეთებული იყო. აი ეს ალაფუშეტიც კი, სადაც ერთად დავსხდებოდით და ამ თემებზე ვილაპარაკებდით, ისიც მაგათი გაკეთებული იყო. ამ ყველაფერს ხო ერთად, ანუ კანონს ვერ იღებ და არ იღებ, სანამ უცხოელი არ დაგეხმარება და ის უცხოელი შენი მტერია და შენ ამ ქვეყნის მოსამსახურე, აი სად არის აქ ლოგიკა რა? არ ვიცი. და ეს ხო იგივე ხალხია. იგივე ხალხს ვისაც ელოდი რომ შენი გარემოს დაცვის პრობლემები შეესწავლა, შენი ტყე და ნიადაგი შეესწავლა, დღეს იმ ადამიანს უწოდებ, რომ შანტაჟის შპიონი იყავი? და მე ახლა კენკრიფს წარმომადგენელთა ასოციაციამ, რომელმაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტი მივიღე, ბროშურები გავაკეთეთ, ტრენინგები ჩავატარეთ, პორტუგალიელი კონსულტანტი მოვიწვიეთ და სხვა კიდე ბევრი, ხო? ესე იგი მე ვინა ვარ ამ შპიონებთან შეკრული, ერთ-ერთი მორიგი შპიონი ვარ, მაშინ ესე გამოდის, ხო? მაგრამ მაშინ თვითონ ვინ არია? ეს ყველაფერი ხო და კიდე რაც მინდა თქვა აუცილებლად არსებობს ესეთი დოკუმენტი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია. აი სტრატეგია რო წაიკითხოთ, ხუმრობდი კიდევაც ხოლმე რა, პირდაპირ ესე ეწერა, როგორ დავხარჯოთ დონორის ფული. ის სტრატეგიაში პირდაპირ ესე წერია, რომ აი ამ ფონდისგან ეს საქმე გაკეთება, აქედან მელიორაცია, აქედან არჩენების მართვა, ძალიან დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იქ სხვადასხვა დეპარტამენტია, იმათ ხელფასებში უნდა წასულიყო, ანუ ხელფასებიც კი საჯარო მოხელეების ხელფასებიც გათვალისწინებული იყო იქ კვლევის ცენტრი და სხვადასხვა სტრუქტურა, რომ ამ დონორებს უნდა დაეფინანსებინათ. და ეს სტრატეგია ქონდა ამ სახელმწიფოს დადასტურებული, ანუ პრემიერი ამტკიცებდა ამ სტრატეგიას. ორი დოკუმენტი სხვადასხვა წლის, მე თვითონ აი ესე ვთქვათ, ყველა მარცვალი გარჩეული და წაკითხული მაქვს. ეს სტრატეგიაც, რა ვიცი, მისი დახმარებით ეცდებოდა. აი ნარჩენების მართვა, რა ვიცი, აი აბსურდია, თუ კი სადმე რამე გაკეთდა, ან ქაღალდზე მაინც დაიწერა, ან ვინმე ორმა ადამიანმა იმსჯელა, ხო? ის ორი ადამიანი სადაჯდებოდა, ის არენდის ფულით დონორის უნდა ყოფილიყო და აი ახლა მაგალითად მიმდინარე პროექტია ბიომეურნეთა ხელშეწყობის პროგრამა. კი ბატონო. ისევ და ისევ ევროპული ფონდები აფინანსებს, ახლა ზუსტად რომელიმე არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებიან მაგაშიც. რა ვიცი, თუ კაი საქმეა, გვეხმარებიან, დიდი მადლობა, ხო? რაღაცო ვაგინებთ მაშინ.